ტვინში რა ხდება, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში სრულფასოვნად ვერს უთქვავს? ანუ ომიკვერცხი კონიაკი და ეგეთი რაღაცები? არის კი, ყოფილა საავიაციონავტიც იყო ასეთი პრაქტიკაც კი საავიაციონავტს ჩემი კარიერის დასაწყისში მქონდა ასეთი შეხება და სხვადასხვა აეროპორტში დადიოდნენ ამის გამო და იმას იულებდნენ. არის უროთერაპიაც, ანუ შარდის მიერი მკურნალობები. პირველივე შემცირებაზე, პირველივე სიცხის მაჩვენებელზე ანტიბიოტიკით დაწყებული მკურნალობა პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ანტიბიოტიკ დამოკიდებულს ხდის უკვე პაციენტს. ისეთ გართულებებამდე მიდის უკვე პრეპარატების ხანდაზმულ მოხმარების პროცესში, რაც არის ინსულტი და ინფარქტებზეც კი გადის. პროფილაქტიკური ამოღება ტონზილების ეს არც დაწერილა, არც გაგონდა, არც გაფიქრებაც არ მსურს ამის. ხშირ ანგინა რას ნიშნავს? თან არ არის ანგინა ყელისტკივილი. ანგინა არის ინფექციური მძიმე პათოლოგია, მძიმე დაავადება, რომელიც იწყება ორშაბათს და მეორე ორშაბათამდე საშინელებას ჩადის ორგანიზმს. თავისი განვითარების იწევს მაღალად, შემდგომ დაბლა. ამაში მიდის მაღალი ტემპერატურული რეაქცია, მაღალი ინტოქსიკაცია, ჩირქოვანი პროცესი, სეფსისური პროცესები და სასტიკ და ვლინდება გულის დაავადებებში, ვლინდება თირკმელის მიერ დაავადებებში, ვლინდება ძვალსახსროვან დაავადებებში. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ჩხირები? ყურის ჩხირი ყურში არ შეიძლება. ყურის ჩხირი ვერ ახერხებს იმას, რომ იქ ყურში წარმოქმნილი გოგირდი, ოფლის და ცხიმის ნადები კანზე ევაკუირება მოახდინოს გარეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ახალგაზრდა იმყოფება სმენის დაზიანების რისკის ქვეშ. მე მქონდა პრაქტიკაში რესტორანში მამაკაცმა მოილხინა 50 წლის მამაკაცმა, მოუწია დინამიკთან ახლო ჯდომა და დილით გაიღვიძა ყრუ. რინვის დეციბელები არის აღწერილი, რომ აზიანებს ტვინის ნეირონებს. რომელი პროფილის ექიმთან უნდა მივიდეს, მშობელი? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს. ჩემი სახელი არის ოლგა და ეს არის პოდკასტი სხვათა შორის პირველი მედიცინის შესახებ. თავის დროზე ჩვენ დავიწყეთ საუბრები სტომატოლოგიის შესახებ. თუმცა იმდენად განვითარდა მთლიანად ეს სფერო პოდკასტების, იმდენად კარგი უკავშირი მივიღეთ, რომ დღეს ვსაუბრობთ მრავალ სხვადასხვა სამედიცინო თემაზე. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სათაური გახლავთ სუნთქვა, რომელსაც ვერ ვაფასებთ. ცხვირი, ყური, ძილი და ჯანმრთელობის დამალული საფრთხები. ჩვენ დღევანდელი სტუმარი გახლავთ ექიმი გრიშა გრიგოლ-თოფურია. გრიშა თოფურია გახლავთ ოტორინოლარინგოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სპეციალისტი. მას აქვს 30 წელზე გამოცდილება, როგორც კლინიკური, ასევე, თავისთავად ქირურგიული. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების, სხვადასხვა კურსები და პროფესიული სტაჟირება მსოფლიოს წამყვან ENT ცენტრებში. მათ შორის ემორი, რომელიც არის ატლანტაში, იამაგატა ტოკიოში, დრეზდენში, რეგენსბურგში და მოკლედ, როგორც ჩანს, მუდმივად ვიმყოფებით ჩვენ სხვადასხვა სამეცნიერო რეჟიმში. თუმცა გრიშა ექიმო, ჯერს ერთი მოგესალმებით. სანამ დავიწყოთ ის თქვათ მწვავე საკითხებზე საუბარს და სანამ მოვისმენთ ამ პასუხებს, მინდა რომ ოდნავ შევეხოთ თქვენს გამოცდილებას. რატომ აირჩიეთ ოტორინოლარინგოლოგია? ამას საინტერესო ისტორია აქვს. ჩემი თავიდან სფერო მედიცინასთან შორს იყო დაკავშირებული, თავიდან ინტერესი მქონდა არქიტექტურული განათლების მიღების, მიყვარდა ხატვა, მიყვარდა ხაზვა, მქონდა გარკვეული მიღწევები იმდროინდელი ოლიმპიადების და სურვილიც იყო ამ სფეროს გავყოლოდი და ჩავემბარებინა არქიტექტურულზე და ყოფილიყავ დღეს ალბათ არქიტექტორი და მამიდას ოჯახმა, რომელიც იყო სახელოვანი ექიმების ოჯახი, ბიძა ერთ-ერთი სკოლის დამაარსებელი კარდიორევმატოლოგიური და თქვენ გააგდო და თავი შეუშვირა, ჩემი ძმისშვილი ექიმი უნდა იყოსო და ჯამსვა ტრანსპორტში, ჩამოვედით ვაჟა-ფშაველაზე უნივერსიტეტი, მაშინდელი ინსტიტუტის წინ და მითხრა, აქ უნდა ჩააბარო და უკვე საბუთები ჩეტანილი ქონდა. გამოსავალი აღარ გქონდათ? თქვენ პირდაპირ გარებთან დამაყენა სამედიცინო უნივერსიტეტი, იმდროინდელი ინსტიტუტის და მე შემდგომ უკვე დაამთავრებისას უნივერსიტეტად იყო გადაკეთებული და დაამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი. და იმოვყვები მას მერე უკვე მედიცინას და აი ზუსტად ის 30 წლიანი უკვე ასე სწრაფად განვლენილი დრო საკმაოდ ისეთი გამოცდილებით დაგროვდა, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. მაშინ კითხვა მაქვს, რა იყო ის პირველი შემთხვევა, რომელმაც დაგარწმუნოთ, რომ ეს არის თქვენი სფერო? დიახ, კი გეტყვით. პირველი, რა თქმა უნდა, პაციენტების დაავადების სიყვარულს ვერ ვიტყვი, მაგრამ დაავადებასთან ბრძოლის სიყვარული, დაავადებასთან შერკინების სიყვარული
რომელიც შედეგიანობიდან გამომდინარე გაყენებს იმ ხასიათზე, იმ განწყობაზე, რომ ამისთვის ღირს შრომაც, ემოციაც, ღამისთენებაც, გარკვეული სტრესული გარემოც და ის შედეგის დანახვა ბოლოს, რომელიც პაციენტს გამოჯამთელებას გადის, ექიმსაც მაყოფილებას ანიჭებს, ფიქრობ წონის იმ ყველაფერს, რაც იქამდე მისვლას სჭირდება, ამიტომ ფიქრობ ამაში ის მიღწეული შედეგი ამართლებს იმ განვლილ გზას, რომელიც იმ შედეგამდე მიდის. რა თქმა უნდა, წარმატების მაქსიმალური პროცენტიდან გამომდინარე. სანამ დავიწყებდით პოდკასტის ამ ეპიზოდის ჩაწერას, თქვენ აღნიშნეთ, რომ იყო პერიოდი, როდესაც გენერატორებით მოძრაობდით. კი, აი გეტყვით, იყო ეს 90-იანი წლები, იმდროინდელი აბედითი თუ არა აბედითი თუ იმდროინდელი ეპოქის რაც გამოვიარეთ. იყო შუქის დეფიციტი, იყო კომუნალური დეფიციტი გარკვეული, მაგრამ გამოვიარეთ ის ეპოქა, მაგრამ გამოვიარეთ ჩვენ სტუდენტებმა და ამწყება სპეციალისტებმა იმ თავდადებული ექიმების ფრთის ქვეშ, რომელთაც სხვა უფლება, სხვა განზომილება მაშინ არ ჰქონდათ, არ შეეძლოთ სხვანაირად მოქცევა და მოვიტანეთ დღევანდლამდე მათი მეშვეობით და მაშინ დიდი წვლილი ჩემს მასწავლებლებს, პედაგოგებს მიუძღვით, აქედან გამორჩევით ბატონ შოთა ჭაბარიძეს, რომელმაც აი ეს წინასწარი გასაუბრებისას ზუსტად კოხლეარულ იმპლანტაციასთან დაკავშირებით ახსენე 99-ში შესრულებული პირველი ოპერაცია, რომელმაც 2-3 წელიწადში მსოფლიოში დაწყებულ იმპლანტაციებს აუდგა ფეხი, ასე ვთქვათ. 2-3 წლით ადრე მსოფლიოში დაიწყეს და 2-3 წელიწადში ბატონმა შოთამ საქართველოში შეასრულა და აი მაშინდელია ის ეპოქა, როცა ხელს უწყობდი ჩვენ დამწყები და ახალგაზრდა სპეციალისტები იმ თანადგომით, რომ ხელი არ შეშლოდა ამ საქმის წარმატებად შესრულებას და ის დღევანდელობა, რაც ახლა მოიტანა ამ იმ დრომ, არის შედეგი იმის, რომ ამ თავდადებას აზრი ქონია და ამ მონდომებას, ამ ბრძოლას მათ ჩვენი პედაგოგებიდან დანახულს და ახლა ჩვენ ვცდილობთ დღეს უკვე ღმერთ მოგაშოროს ის დრო დაბრუნდეს, რომ ისევ შუქით, ისევ წამლის დეფიციტით, ისევ არ გვინდა ამის გახსენება, ეს ის ისტორია, რომელსაც წავსულში ჩატოვებას ჯობს. ნახეთ, მაშინ ესეთი კითხვა მაქვს კიდევ გამოცდილებასთან დაკავშირებით. ამ 30 წლის მანძილზე რა შეიცვალა ყველაზე მეტად ამ სპეციალობაში და რა დარჩა ყველაზე დიდ გამოწვევად? შეიცვალა თვითონ ის, რომ ტექნოლოგიებმა თავისი სიტყვა თქვა იმ ნახტომმა ტექნოლოგიურმა სისწრაფემ, რომელმაც მედიცინაში ისე შემოიჭრა თუ ისე შემოადგა ფეხი, რომ მასზე ფეხის აყოლამ მოგვიყვანა დღეს იქამდე, რომ დღეს ჩვენი ყელყურწხვირის სპეციალობა, ჩვენი ყელყურწხვირის დარგი მიახლოებული და გათანაბრებულია მსოფლიო სტანდარტებთან. და აი ახსენეთ თქვენი სკოლები, რომელიც ჩამოთვალეთ, იქ მიღებული გამოცდილება, რომელიც ჩამოვიტანეთ ჩვენს ქვეყანაში, მე და ჩემმა კოლეგებმა, სხვა ბევრმა მოვიტანეთ დღემდე ისე, რომ იმ ტექნოლოგიებმა ენდოსკოპიური ქირურგიის, მიკროქირურგიის, აგერ კოხლეარული იმპლანტაცია ახსენე ბატონი შოთას ხელმძღვანელობით დაწყებული დღევას ახლა შესრულე ამ ოპერაციიდან მოვდივარ. ამდენად მოიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ გაუთანაბროს ჩვენი კონკრეტულად რასაც მე ვიმსახურები, გაუთანაბროს იმ სტანდარტებს, რომელსაც გერმანელი, ამერიკელი, იაპონიაშიც გარკვეული გამოცდილება მიიღე ყურის ენდოსკოპიური ქირურგიის, უკვე ყურში, არათუ ცხვირში გახდა უკვე ჩვეულებრივი, არამედ უკვე ყურშიც გადაინაცვლა ენდოსკოპიურმა ქირურგიამ და აი ამ შინაარსით, ამ გამოწვევებით, რაც მსოფლიოში ასე აქტუალურია, ჩვენთანაც აქტუალურად შემოაბიჯა და მედნიერი ვარ იმით, რომ აი ამ დროს ამ ეპოქას ასე აქტიურ ფაზაში მოუსწარი თუ შევეხე. გამოდის, რომ პრაქტიკულად ის, რაც არის დასავლეთში, ტექნოლოგიებს საუბარი თუ თანამედროვე გაიდლაინებს, აბსოლუტურად ყველაფერი არის დანერგილი საქართველოში. აბსოლუტურად ამაზე ამისი ამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც შეიძლება ცხვირში ენდოსკოპიურ ქირურგიაში მიახლოებულია და არ ჩერდება ეს პროცესი, კიდევ წინ და წინ მიდის, კიდევ ახალი ინოვაციების, ახალი ოპერაციების ჩამოტანა ხდება. და ამდენად გვაქვს დღეს უკვე იმის პრეტენზია, რომ კონდეს ჩვენს კეთილ პაციენტს იმ დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებული მომსახურების, რომელსაც დამამად
მიიღებს ჩვენს ქვეყანაში. თუ სხვათა შორის ძალიან გამახარა იმ ინფორმაციამ, რაც თქვენ აღნიშნეთ ისევ ეპიზოდამდე, სანამ დავიწყებდით შეწერას, რომ თურმე ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული სახის იმპლანტაციებს, ასე რომ ვთქვათ. თავიდან ეს იყო სუფთა ენთუზიაზმი, ჩემი ბატონიშვილს ხელმძღვანელობით დაწყებული, უფასოდ კეთდებოდა ეს ოპერაციები მისი სურვილის გამო, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა მშობელს უწევდა გარკვეული ტვირთის აღება ზურგზე, დასაწყისში ამ 90-იან წლებში ვამბობ და შემდგომ უკვე სახელმწიფო ისე ჩაერთო, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო უკვე აფინანსებდა ცალმხრივ კოხლერულ იმპლანტაცია, დღეს უკვე აქტუალურად და უკვე დაიდო ბრძანებაც მინისტრის ხელმოწერილი ჯანდაცვის, რომ უკვე 4 წლამდე ორმხრივი კოხლერული იმპლანტაციები 4 წლამდე ორმხრივად და შევადარებ ზუსტად აი ამ ყურის ორგანოს მხედველობას, აგერ სათვალე მიკეთია აქამდე თუ ცალმხრივი კოხლერული სრულდებოდა, ეს იგივეა, ხა ცალი ლინზით აღიქვა გარემო, როცა საშუალება ორი ლინზით უფრო კომფორტულად იყო, ამიტომ შესაბამისად ცხოვრების ხარისხიც. კი, და ამას ესეც მოიტანა. მოვა იმის დროც უახლოეს მომავალში, რომ სრულად შესაძლებელი იქნება დაიფაროს მთელი სპექტრი ამ პაციენტების. ძალიან კარგი, ძალიან სასიხარულო. რამდენ ოჯახს დაეხმარება? დახმარებაც არ ქვია, ეს არის ის ბედნიერება, პრომუნჯობისთვის განწირული პაციენტი პრაქტიკულად ადაპტირებული ხდება სოციუმში სმენადობით და ბუნებრივია მეტყველების მხრივაც. ნუ აქაც ისეთი შრომა იდება მშობლის თვითონ პედაგოგების, რომ მარტო ოპერაციაც არ არის ასეთი, არ უნდა შეიქმნას, მაგრამ ეს რგოლი ოპერაციის და შემდგომ უკვე რეაბილიტაციის არის დიდი საჩუქარი დღევანდელი ცივილური სამყაროსი ასე ბრწყალებში დაჭაგრული პაციენტებისთვის. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ უკეთესობისკენ წავაღნიშნული საქმე და აღნიშნული თუნდაც. ჩემი ეს 30 წლიანის სულ პროგრესია, სულ წინსვლა და სანამ ვიწერია. არ შევჭერდებით ამაზე. შეუძლია უკვე საქართველოში მკურნალოს უკვე რა შეუძლია და არ არის საჭირო თუნდაც თურქეთში გადასვლა. ასე კონკრეტულ ქვეყნებზე არის რაღაც ნოზოლოგიები, რასაც გარკვეული მულტიდისციპლინური შეტევა სჭირდება, მაგრამ უკვე ამაზეც ვახსენებთ ალბათ შეკითხვებით წამოვა ჩვენი მეზობლობა, მოსაზღვრე ურთიერთობა ნეიროქირურგებთან, ოფთალმოქირურგებთან, სტომატოლოგებთან, ასე რომ არის უკვე დაძრული სტომატოლოგებთან ბევრად ადრე ვიდრე ნეიროქირურგებთან და ოფთალმოგრამ, უკვე დღევანდელ დღეს კომუნიკაცია უკვე შედგა ასეთი მულტიდისციპლინური მიდგომის მონოზოლოგიებთან და შესაბამისად გარკვეულ სიმსივნეებს უცხოეთში რატომ დავმალავთ და ისედაც თავისუფალი ეწოდომა ინფორმაციასთან გარკვეული ნევროლოგიური სიმსივნეები ცხვირიდან ხდება გამოღება ენდოსკოპიური ქირურგიის, ოფთალმოლოგიური სიმსივნეები ცხვირიდან ხდება არის ხა წავიდა წინა მხრივ ნაკლებ ინვაზიური, ნაკლებ ტრაუმული გარეგანი მიდგომების გარეშე და ამდენად უკვე ხერხდება ის რომ ამას ჩვენს უკვე ფეხს უწყობთ. რადგან აღნიშნეთ სტომატოლოგია, მინდა რომ შევეხოთ ამ სფეროს და ვისაუბროთ კბილებზე, სინუსებზე და ამავდროულად ცხვირის სუნთქვაზე. იცით ეს ისეთი ფრაზაც არის, კბილი მტკივა, მაგრამ რეალურად იძახიან რომ მიზეზი შეიძლება ცხვირში იყოს და ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ ზედა კბილების ფესვები ძალიან ახლოს არის ჰაიმორის ღრუსთან. და ხშირად პაციენტი მიდის სტომატოლოგთან ტკივილით, მაგრამ რეალური მიზეზი შეიძლება იყოს სინუსის პრობლემა. თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად ხშირია ოდონტოგენური სინუსიტი, როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა? კბილებიდან მოდის ეს პრობლემა თუ სინუსშია საქმე? ჩინებული შეკითხვა, აქტუალური ძალიან და ამის დიფერენცირება, ამის გარჩევა კლინიკური გამოკითხვით და კლინიკური კვლევებით, რა თქმა უნდა, დღეს უკვე ძალიან ადვილია ამ მხრივ და დასკვნების გაკეთება. სათანადო კომპიუტერული ტომოგრაფია, ანუ რენტგენოლოგიური კვლევები ამის დასკვნის საშუალებასა და ფუფუნებას გვანიჭებს და რატომ ეხლა კარგად აღნიშნეთ, სწორად აღნიშნეთ, რომ ზედაყბის საღეჭი კბილები უშუალო კონტაქტში არიან ზედაყბის წიაღთან, ეგრეთ წოდებულ ჰაიმორის წიაღთან.
და კბილებში მიმდინარე მავნე პროცესები, კარიესული და დესტრუქციული ცვლილებები ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ჰაიმორის წიაღის ნორმალურ ფუნქციონირებასთან და იქ ინაცვლებს პროცესი. და ასე დროს სტომატოლოგების თანამედროვე ცივილური მიდგომა, ჩვენი თანამედროვე ცივილური მიდგომაც და კოჰაბიტაცია, გარკვეული კომუნიკაცია მათთან იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტს ნაკლებ ინვაზიურად, ნაკლები დაზიანებების მიღების გარეშე გადაუწყდეს ის პრობლემა, ყოფილა არის შემთხვევები ერთობლივადაც, ერთი ნარკოზის ქვეშ რინოლოგი ცხვირისიდან მუშაობს, სტომატოლოგი ან მასახის ქირურგი ბერიზღრუდან და მიიღწევა ის შედეგები, რომელიც ღირსეულია დღევანდელი თანამედროვე მედიცინისთვის. გამოდის რომ ეს კითხვა როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა კბილებიდან მოდის პრობლემა თუ სინუსშია საქმე, მაინც და მაინც მართებული არ არის, იმიტომ რომ ჯობს პაციენტი მივიდეს ექიმთან. ექიმთან ვიზიტით აუცილებლად. ნუ პირველი რა თქმა უნდა სტომატოლოგთან და შემდგომ უკვე სტომატოლოგის კომპეტენციის პარაგლებში ხშირია მომართვიანობა ჩემი კოლეგა სტომატოლოგების მხრიდან წიაღებთან შეიცვალა მიდგომაც, ანუ აქამდე თუ იყო აქტუალური კალდავეს, ეგრეთ წოდებული კალდაველოკის ოპერაცია, პირის ღრუდან ღრძილ ტუჩის ნაოჭიდან ჰაიმორის წიაღში შესვლა წინა კედლის გავლით, ახლა უკვე ამ განაკვეთის გარეშე ენდონაზალურად ცხვირიდან ხერხდება კისტების, ჩირქოვანი პროცესების, პოლიპოზიური ქსოვილების, გრანულაციური ქსოვილების უცხოსხეულების ნაკლებ ტრაუმული და ნაკლებ ინვაზიური ევაკუაცია და პაციენტიც იღებს იმ შედეგს, რომელიც არის პრაქტიკულად უმტკივნეულო და პოპულარული გაგებით უსისხლო. ბარემ ამოუწურავ სტომატოლოგიის საკითხს და გრიშა ექიმო დღეს კბილის იმპლანტოლოგია, დენტალური იმპლანტოლოგია ძალიან განვითარდა. სინუს ლიფტინგი იმპლანტაცია ზედაყბაში უკვე ყოველდღიური პროცედურებია. თუმცა, როგორც ოტორინოლარინგოლოგი, როგორ უყურებთ იმას, რომ ჰაიმორის წიაღი იმპლანტოლოგებისთვის პრაქტიკულად სამუშაო ზონად იქცა? სად გადის ზღვარი თამა მიდგომასა და გადაჭარბებულ რისკებს შორის? და ზოგადად როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი კოჰაბიტაცია, რამდენად კარგი კომპლექსური მიდგომა ჩამოყალიბდა საქართველოში? თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ის არის, მაგრამ იმპლანტოლოგებსა და თქვენი პროფესიის ადამიანებს შორის. ჯინებული შეკითხვა, ანუ ზღვარი ფიქრობ მაინც პროფესიონალიზმზე და პატიოსნებაზე გადის და ამდენად როცა სტომატოლოგი აფასებს იმპლანტაციამდე ბუნებრივია ზედაყბაზე ზედაყბის წიაღის მდგომარეობას, იქ წულოვანი ფუძის, ანუ სკერის მდგომარეობას, სადაც უნდა მოხდეს ამ იმპლანტის მოთავსება და თუ არ არის, რა თქმა უნდა, ის სისქე, რომელიც იმპლანტს იტევს, ბუნებრივია ხდება სინუს ლიფტინგი, ანუ პოპულარული ენით ძვლის ხელოვნურად გააზრდა, გასქელება. და ეს პროფესიონალი სტომატოლოგების და ყბასახის სპეციალისტების ხელში იმდენად პროფესიული და მაღალ პროფესიონალად სრულდება, იქ საერთოდ ჩართულობა რინოლოგიური აბსოლუტურად ზედმეტია, თუ რა თქმა უნდა, წინასარიკვლევით წიაღი ამის პუპუნებას აძლევს, ანუ თავისი სიჯამთელით. და ეს მარტივია, იხსნება მარტივად როგორ ტექნიკურად თუ ჯამთელ წიაღს ურთიერთობები, ბუნებრივია შედეგებიც მაქსიმალურად კარგი დგება, მაგრამ თუ იმ სინუს ლიფტინგამდე დგინდება, რომ წიაღს უკვე წარსული დაავადებების გამო უჭირს იმ ხრივ, რომ ლორწოვანია შეშუპებული, გასკელებული, გრანულაციურად გადაგვარებული, კისტოზური ჩანართით, პოლიპოზური ჩანართით, ჩირქით და ასე შემდეგ. ასე დროს სინუს ლიფტინგი პრაქტიკულად არაფრის უშედეგობაში გადადის და შესაბამისად სტომატოლოგი წვითავს და იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი დახმარების რინოლოგიურად, ნაკლებ ინვაზიურად, ნაკლებ ტრაუმულად წიაღის მოწესრიგების, რომ გაეხსნას გზა შემდგომ უკვე სინუს ლიფტინგისთვის ამდენად პატიოსნება და პროფესიონალიზმი. ეს არის ზღვარი. პროფესიონალიზმი, კი. კარგით, მოდით შევეხოთ რინიტს. მსოფლიო World Allergy Organization ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ალერგიული რინიტი მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 30%-ს აქვს და ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება. ამიტომ ისმის რამოდენიმე კითხვა. ორგანიზმი მართლა ეჩვევა გაჭედილ ცხვირს თუ უბრალოდ მუდმივად კომპენსაციის რეჟიმში მუშაობს? კი პასუხებთ. ზოგადად სანამ კი პასუხებთ, გეტყვით ცხვირი რა, ცხვირი ყველა მიწის არ არის მხოლოდ ესთეტიური ორგანო, ის მსუნთქავი ჯამთელობის ორგანოა.
ცხვირით სუნთქავი ადამიანი ჯანმრთელად მოიაზრება, ცხვირით არ სუნთქი არ არის ნორმა და არ არის შესაბამისად ჯანმრთელი და რატომ ის ოქსიგენაცია, რომელიც ისედაც რა გვაქვს გარემოში რაჟანგობადი და იმასაც რო ვერ მოვიხმართ სრულად ალტერნატივა მიუხედავად იმისა პირი გვაქვს, მაინც პირიდან გავლილი ჰაერი ფილტვში ვერ გადის იმ გზას, რომელიც სრულ ჟანგბადის ათვისებას ანიჭებს ორგანიზმს. შესაბამისად, ალტერნატივა და ემოციები გადადის ცხვირით სუნთქვის აღდგენაზე და ასეთ დროს ძნელია შეჩვევა, ვინც კი ცხვირით გაჭედილა, ასე ვთქვათ, სუნთქვის მხრივ, ის ყოველთვის ეძებს შველას, საბაბს, საფუძველს, რომ როგორმე აღედგინოს ეს სუნთქვა და ამის პირველი წვეთებია. და აფთიაქში თუდომით ეს წვეთები ისეთ მიჩვევაში გადადის, ისეთ დამოკიდებულებაში, რომელიც გადაჩვევა ძალიან რთულდება. ნარკომანიას, ალკოგოლის ყველანაირ მავნე დამოკიდებულებას რაღაც დოზით ჩანაცვლებით თერაპიით ერევიან, მაგრამ აი წვეთ დამოკიდებულება ისეთი თავის ტკივილი გახდა დღეს მედიცინის ისეთი გამოწვევა, რომელსაც ძალიან ბრძოლაში ვართ ამ მხრივ და ასე დროს პირველი მე მაინც ვფიქრობ, თუ არ არის ის დამოკიდებულება, რომ აი თუ არ არის კიდე მკვეთრად გამრუდებული, არ არის პოლიპოზები და რაღაც, ალერგოლოგიური ჩართულობა არის ნომერ პირველი, ალერგოლოგთან კომუნიკაცია და კონსულტაციები და ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ალერგოლოგიური ცოდნა ისეთ მაღალ დონეზეა ასული და აღონილია, სულ ბოლო ხანს აგერ ცენტრიც გაიხსნება ხალბატონი მაიაგო თუას, ასე რომ ხელმძღვანელობები და დიდი სკოლაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა მათ ამისთვის, ჩემთვის ძალიან ძლიერი დასაყრდენია, ძლიერი ზურგი არის ცხვირით სუნთქვის მართვასთან ბრძოლაში და რატომ არ არის ყოველთვის ქირურგია გამოსავალი, არ არის ყოველთვის ტრავმული ოპერაციებით გამოსავალის მიღება, თუმცა ერთობლივად ურთიერთთანამშრომლობით ხშირად შედეგებიც მაქსიმალური მიიღება. მაგრამ ის რომ მხოლოდ ალერგოლოგი, მხოლოდ ქირურგი ცოტა ვერ გამოდის ბოლომდე შედეგი. ამიტომ მადლობა მათ, რომ ძალიან გვეხმარებიან განსაკუთრებით პოლიპოზებისთან ბრძოლაში. ეს მოურჩენელი ჭირი თუ რაც მინდა დავარქვათ, რომელიც განვითარდა ქირურგია, განვითარდა პრეპარატების მიღების ფორმები, მაგრამ დაავადება პრაქტიკულად ნულამდე მაინც ვერ დავიდა. ეხლა ეს არის საადრე ალბათ არც იყო ასეთი განვითარებულობის, ასეთი ნოზოლოგიების სიმრავლე, მაგრამ ალბათ ტექნოლოგიებმა, დაბინძურებამ, გარემომ, იმუნიტეტის დასუსტებამ ალბათ თავისი საქმე მაინც მოიტანა, ასე გახშირდა, ასე მომრავლდა და ასე გადაუწყვეტელიც გახდა. თუმცა ქირურგიამ და ალერგოლოგიამ შემსუბუქებას მიაგნო მედიცინამ, ამაზე იბრძოლა, კიდევ გრძელდება, არ ჩერდება და რატომ თვითონ ეს დაავადებები არ გვაძლევს მოსვენებას. თითქოს ერთ დაავადებას ეშველა, ამ დროს ახალი აღმოცენდება და ეს ახალ ბოლოს კიდევაც მოწმენი ვართ, როგორი პანდემიის და როგორი ვირუსების ეპოქა დრო გამოვიარეთ და არც ვიცით მომავალი კიდევ რა არის. ამიტომ მივყვეთ დინებას, მივყვეთ სოფლიოს ფეხისვლას და რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების ეს ალტერნატივა არ აქვს. იცით, თქვენ შეეხეთ ცხვირის სპრეისზე დამოკიდებულებას და მეც ამოვიკითხე ესეთი ესე ვთქვათ ციტატა თუ მონაცემები სწორედ რომ ოტორინოლარინგოლოგის ამერიკულიას აკადემიის მიხედვით და რეკომენდაციით სისხლ ძარღვების შემავიწროებელი ცხვირის სპრეების გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ 3-5 დღის განმავლობაში, რადგან შემდეგ იზრდება მედიკამენტოზური რინიტის rebound congestion განვითარების რისკი. თუმცა იგივე ჩემს გარშემო, ჩემი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი ყოველდღიურად იყენებს და უბრალოდ სპრეის გარეშე ვერ სუნთქავ. კარგით, აბა ცხვირის გაჭედვასთან დაკავშირებით და ცხვირით სუნთქვასთან დაკავშირებით მაქვს კიდევ ესეთი კითხვა. და ტვინში რა ხდება, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში სრულფასოვნად ვერ სუნთქავს? საინტერესო. საინტერესო არა იმდენად ისეთი შეკითხვა, რომელიც აუცილებელია მეც ვთქვა და პაციენტმაც მოსახლეობამაც მოისმინოს. ცხვირში მოხმარებული ცხვირის შემავიწროებელები, ისინი ლოკალურად ცხვირში არ რჩება მათი მოქმედება და ვახსენებ ცხვირი იკვებება ტვინიდან გამოსული სიძარღვებით და შესაბამისად ეს საზღვარი მკვეთრად განსაზღვრული რომ არა ცხვირში დარჩეს ამ პრეპარატების მოქმედება ასე არ არის ვრცელდება ტვინის სისხლმომარაგებაზეც და ბუნებრივია ისეთ გართულებებამდე მიდის უკვე
ხანდაზმულ ამ პრეპარატების ხანდაზმულ მოხმარების პროცესში, რაც არის ინსულტი და ინფარქტებზეც კი გადის, ასე რომ თუ 20 წელია ვერც კაცრი თხოვნა მკაცრი და თავდახრილი და მკაცრი თხოვნა ჩემი პაციენტებისადმი, რომ როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხვირის წვეთებს მხოლოდ დანიშნულებით 3-5 დღით, ერთი კვირით ოქროს ფასი აქვს. შემდგომ უკვე როგორი დადებითია, იმის აპირისპირო ხდება შხამი. და გთხოვთ რომ მოიშორეთ როგორმე. ცხვირის ზგიდის გამრუდებაზე ისაუბრეთ და გკითხავთ, არის ეს მხოლოდ ესთეტიური პრობლემა და ზოგადად როგორ მოქმედებს ძილზე, ენერგიაზე და ყოველდღიურ კონცენტრაციაზე. ჩვენთვის საყვარელი თემაა ცხვირი, ზგიდე, ესთეტიურობა და რატომ არის ნოზოლოგია, კავკასიური ცხვირი. სლავურ ქვეყნებში, ჩრდილოეთის ქვეყნებში ამას პრაქტიკულად ვერ ნახავთ, იქ სხვა სტრუქტურული პრობლემებია, მაგრამ ჩვენთან ეს ფუფუნება გვაქვს და გარეთა ცხვირი არ მოიაზრება მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ორგანო, როგორც გარეთა და მეტი არაფერი. არის ცხვირის ორი მდგომარეობა, ეს არის გარეთა და შიდა ცხვირის კავშირი. ერთად აწყობილი, ერთი კარკასი, ასე ვთქვათ, და ეს ყველაფერი ზგიდისთან ისეთ კონტაქტშია, რომ თუ ზგიდი არის დეფორმირებული, შესაბამისად გარეთა ცხვირის შედეგებიც ვერ იდება პლასტიკურ ქირურგიაზე, ფიქრი ასე დროს. და სრულდება ჩვენს პროფილში ფუნქციონალური სეპტორინოპლასტიკა. ასე დროს ქირურგს უწევს რომ მიიღოს სრულფასოვანი გასწორება ზგიდის, მიიღოს სრულფასოვნად შერწყმა გარეთა ცხვირთან, უწევს გარეგანი ჩარევებიც და ეს ჩვენთვის საყვარელი ოპერაცია ფუნქციონალური რინოპლასტიკის შინაარსზე გადის და არის კიდევ ესთეტიური, რომელიც შიგნით ყველაფერი წესრიგშია და მხოლოდ გარეგანი ჩარევები ხდება, კეხის მოშორება, კუთხის შეცვლა, წვრთუჩის კუთხის შეცვლა, ფორმის ცვლილებები, ნესტოების და ესთეტიურიც არის და არის რინოპლასტიკა, ეს არის ესთეტიური და ფუნქციონალური. ძილზეც მოქმედებს, ენერგიაზეც, კონცენტრაციაზე თუ რაღაც ვერს უნდქავ და უნებრივია ცხვირი, მე ვახსენე კიდევაც, ეს არის ძალიან ძვირფასი სუნთქვისთვის მნიშვნელოვანი ორგანო. და ბავშვებში ხო ნაკლებად განვითარებულია ბავშვებში სხვა ინტრიგებზე გადის მედიცინა, ანუ ბავშვებში ჩვენ არის ადენოიდური ვეგეტაციები, ეგრეთ წოდებული ხალხურად მაინც ხალხი ზოგიერთი პოლიპსაც ეძახს, მაგრამ ეს სხვადასხვა ცალსახად სხვა ის არის სტრუქტურა, იგივე ტონზილების, რომელსაც გლანდებს ეძახით და ასე დროს ბავშვებში ეს როდესაც მისი ჰიპერტროფია ბავშვთა ასაკში ძალიან აქტუალური იყო ჩემამდეც, ჩემს ეპოქაშიც და ჩემს მერეც ყოველთვის აქტუალური იქნება, მისი მოცილების ხარჯზე შედეგების მაქსიმუმი იდება. მაგრამ აი ზგიდეზე ჩარევები მაინც მეტ მსჯელობას, მეტ ფიქს და მეტ ანალიზს მოითხოვს, როდის რა როგორ შესრულდეს. ნახეთ, ტონზილებს შევეხები მეც და ესეთი რაღაცა მოვიკითხე. ისევ ოტორინოლარინგოლოგიის ამერიკული აკადემიის მონაცემების მიხედვით და კლინიკური გაიდლაინების მიხედვით, ნუშურა ჯირკვლების პროფილაქტიკური ამოღება აღარ არის რეკომენდირებული. ოპერაცია ძირითადად განიხილება ხშირი მძიმე ტონზილიტის, ან ობსტრუქციული ძილის აპნოეს, ან სხვა მკაფიო სამედიცინო ჩვენებების დროს. და ბოლო-ბოლო როდის უნდა მოვიღოთ გლანდები? ამას არ ჭირდება ასეთ მაღალ დონეზე ამერიკული მეცნიერულ დონეზე ამის დასტური. პროფილაქტიკური ამოღება ტონზილების ეს არც დაწერილა, არც გაგონდა, არც გაფიქრებაც არ მსურს ამის. ტონზილექტომია სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ის ტოქსიური, როდესაც არის მავნე და ამ ტოქსიურობის ფორმა ზემოქმედებს ძვალსახსროვან სისტემაზე, გულსიზრდთა სისტემაზე, საშარდე სისტემაზე, თირკმელებზე და შემდეგ. და ასე დროს ხშირი ანგინების ფონზე ხშირი ანგინა რას ნიშნავს? რა სიხშირით წელიწადში? აი ამას კარგად ჩამეკითხეთ, ანუ ანგინა ხშირად გაიგიავებული აქვს პაციენტს ყელისტკივილთან, არ არის ანგინა ყელისტკივილი. ის რომ დღეს ნახეს მივირთმევთ, ყელი აქვთ კი და მეორე დილით უკვე აღარ ვიცით გაგვიარა ყელისტკივილი, ეს ანგინა არ არის. ეს ფარინგიტების ფორმებში გადის. ანგინა არის ინფექციური მძიმე პათოლოგია, მძიმე დაავადება, რომელიც იწყება ორშაბათს და მეორე ორშაბათამდე
საშინელებას ჩადის ორგანიზმს, თავისი განვითარება იწევს მაღალად, შემდგომ დაბლა. ამაში მიდის მაღალი სიცხე ტემპერატურული რეაქცია, მაღალი ინტოქსიკაცია, ჩირქოვანი პროცესი, სეფსისური პროცესები და სასტიკ და ვლინდება გულის დაავადებებში, ვლინდება თირკმელის მიერ დაავადებებში, ვლინდება ძვალსახსროვან დაავადებებში და ასე დროს ასეთი მძიმე ინტოქსიკაციით მიმდინარე წელიწადში რამდენიმე ფორმა უკვე პირდაპირ ჩვენება აქვს მისი დატოვება არ დატოვების ასე თქვა და ასე დროს ტონზილექტომია გამართლებულად ითვლება, როცა ის ანუ ომიკვერცხი კონიაკი ეგეთ რაღაცები? არის კი, ყოფილა ზავიაცინავთიც იყო ასეთი პრაქტიკაც კი ზავიაცინავთს ჩემი კარიერის დასაწყისში მქონდა ასეთი შეხება და სხვადასხვა აეროპორტში დადიოდნენ ამის გამო და იმას იულებდნენ. არის უროთერაპიაც, ანუ შარდის მიერი მკურნალობები და არის ამაში ბევრი მიმდინარეობა. ყველაფერზე no. ჩემი შვილებთან მიმართებაში და იქ ცოტა გამიჭირდება ასეთი პრაქტიკის ხორჩესხმა, მაგრამ დღევანდელი მედიცინის და მედიკამენტების და მკურნალობების ფონზე ვფიქრობ, ეს პრობლემა აქტუალურად უკვე აღარ ითვლება. მედიკამენტები აღნიშნეთ და ანტიბიოტიკები. და ზოგადად მათი მიღება არის ძალიან პოპულარული თემა და აქაც რამოდენიმე ციფრს, ასე ვთქვათ, მოვიგერიებ. ამავე აკადემიის, ანუ ოტორინოლარინგოლოგიის ამერიკული აკადემიის მონაცემების მიხედვით მწვავე რინოსინუსიტების დაახლოებით 90-98% ვირუსულია. ამიტომ ანტიბიოტიკი ხშირ შემთხვევაში საერთოდ საჭირო არ არის. ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს აღნიშნული ორგანიზაცია. მაგრამ ჩვენ ადამიანები ხშირად მივიდივართ აფთიაქში და ჩვენ თავს უნიშნავთ ანტიბიოტიკს. და კითხვა არის ესეთი. ყველა სინუსიტს ჭირდება ანტიბიოტიკი? არა, ნამდვილად არა. ანტიბიოტიკებით ამ ანტიბიოტიკებთან დამოკიდებული პოლიტიკით, რომელიც ბავშვთა ჩვილი ასაკიდან მოყვება მშობელს და პირველივე შემცირებაზე, პირველივე სიცხის მაჩვენებელზე ანტიბიოტიკით დაწყებული მკურნალობა პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ანტიბიოტიკ დამოკიდებულს ხდის უკვე პაციენტს და ნებისმიერი პატარა უმნიშვნელო ანთებაც კი მის გარეშე ვერ წყდება და ამიტომ თავიდანვე რეკომენდირებულია უკვე სახელოვანი და ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი პედიატრების რეკომენდაციების დონეზე რომ ანტიბიოტიკებთან ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან თავშეკავებულად და უკიდურეს შემთხვევაში და რა გარკვეული კვლევების საფუძველზე უნდა მოხდეს მათი მიღება და დანიშვნა. მე ჩემ შვილებზეც ასე გამოვიარე და შესაბამისად ამის მომხრე ვარ და არ უნდა იყოს თავისუფალი წვდომაც კი თავისუფალი წვდომა არის ჩემ შვილს მოუწია უცხოეთში და prescription სწავლამ გარკვეულმა იქ ქონდა საჭიროება ანტიბიოტიკის ასე კომუნიკაციით რაც დაუდგინე დიაგნოზი და აფთიაქში კაცრად უარი უთხრეს და გამობრუნდა უკან მივიდა პოლიკლინიკაში მე გადაიხადა საფასური კონსულტაციის ჩაიტარა ანალიზები სპეციალისტმა შეურჩია გარკვეული მკურნალობის სქემა ფორმა და შემდგომ იმის მიხედვით უკვე მოხდა კი ბატონო და როგორ უნდა გარჩიოს პაციენტმა არის ის ვირუსული თუ ბაქტერიული პაციენტმა ამის გარჩევა პაციენტს პრაქტიკულად გაუჭირდება ამაში მაინც სპეციალისტი უნდა ჩაერთოს მაგრამ ხა პირველივე შემცირებაზე პირველივე დღესვე ვიზიტი ახლა ცოტა არც არის ისე მაგრამ მეორე მესამე დღეს როცა უკვე თავს არ ანებებს პრობლემა მაშინ აუცილებელია ბავშვების შემთხვევაში ეს არის პედიატრი ხოლდიდების შემთხვევაში ოჯახის ოჯახის დღესვანდელი სამედიცინო რეგულაციებით ოჯახის ექიმი რომელიც არ მოდის არა ასე თუ პირადი ნაცნობობა არ არის უკვე გამოკვეთილი პათოლოგია ცხირის მიერი თუ ყანის მიერი თუ ყურის მიერი ასე ხო ასე დროს და გარდა ოჯახის ექიმია ვექტორისად გაუშვებს გარდა რეზისტენტობისა კიდევ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება ქონდეს თითქმის მკურნალობას ინტოქსიკაცია ალერგიული რეაქციები ეს თავის ტკივილი დღევანდელი მედიცინის და ტოქსიურობაც კი იმის ნაცვლად რომ საქმეს უშუალო ზოგჯერ უკუ პროცესებსაც იწვევს. ანუ თავის ტკივილით შეიძლება იყოს შედეგი იმისა, რომ უკვე ანტიბიოტიკებისადმი პაციენტი არის არ არის მიზანობრივად მოხმარებული ასე ვთქვათ და ანტიბიოტიკები ისეთი
ისეთი თემა მედიცინის, რომელსაც ინფექციონისტების დონეზე სჭირდება მაინც კვალიფიციური ახსნაც, დადგენაც, დანიშვნაც და მიხედვაც საკითხს. მე წავიკითხე ყნოსვის ტრენინგის შესახებ, ეგ რა არის? კი, არის სპეციალური ვარჯიშები, სპეციალური გამღიზიანებელი სუნებით კურნალო ვარჯიშები და ამ ხრივ ჩვენ გვეხმარება, პოლიპოზები ვახსენე, ასე დროს პრაქტიკულად თანმხლებია პოლიპოსთან, ყნოსვის არ ქონა, ასე ვთქვათ, ანოსმია ჩვენ ენაზე. და ასე დროს მოცილებული პოლიპოზის ფონზე, როცა ჰაერი უკვე ახერხებს მოხვედრას იმ საყნოსავ არეში, რომელიც არის ცხვირის ზედა ნაწილში, აი თვალებში ძალიან ნაპრალში, ასე ვთქვათ, ასე დროს ჩვენ ეს ვარჯიშები გვეხმარება და არის შემთხვევები, რომ ბრუნდება კიდევაც. თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. პაციენტიც უნდა იყოს დამყოლი. რა თქმა უნდა, პაციენტმა თუ ხელი არ შეგიწყო, თუ რეაბილიტაცია არ გაიარა იმ რჩევებით, რასაც ასე გულმოდგინედ უხსნით, ვარიგებთ და ვთხოვთ, უნებრივია, მხოლოდ ერთი მხრივი ბრძოლა დაავადებასთან არაფრის მომცემია პაციენტი. ყურის ჭხირები. მე ვფიქრობ, ისეთი თემა, რომელიც ჯერ კიდევ საინტერესო პუნქტები გაქვთ მოძიებული. კი, ანუ ვეცადე რაღაცა მწვავე საკითხები ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ითქვა, მართლა ბევრი ითქვა ყურის ჭხირებზე, მაინც გარშემო ყველა იყენებს, პატარა იყენებს, დიდი იყენებს, უფროსი იყენებს. როგორ იყენებს ჩვენ ეგ? არ ვიცით, რამდენად აგრესიულად და ამიტომ მოდით თქვენ გკითხავთ, რატომ პირდაპირ დავსვო კითხოს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ჭხირები? არათუ როგორ, რატომ არა? როცა პროფესორ ჭტილივი დავსდევდი და წარმოდგენა არ მქონდა პროფესიაზე, მაშინ იყო ძალიან კაცრი და კატეგორიული ყურის ჭხირებთან მიმართებაში. ყურის ჭხირი ყურში არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, ქარხანამ დაამზადა, აპრობაცია გაიარა თუ მოარგეს, ასე ვთქვათ, ბაზარს, მაგრამ ყურის ჭხირს მე უკვე დღევანდელი ჩემი გამოცდილებით კაცრად არა. და რატომ გარეთასასმენი მილი, რომელიც არის ბუნებრივად და 2 სანტიმეტრი ნახევრის სიღრმეში, იქ ყურის ჭხირი და თანაც არასწორი არის ბუნებრივი ფორმის დაკლა მოხრილი, ასე ვთქვათ და ყურის ჭხირი ვერ ახერხებს იმას, რომ იქ ყურში წარმოქმნილი გოგირდი, ოფლის და ცხიმის ნადები კანზე ევაკუირება მოახდინოს გარეთ. და ამდენად პირიქით სიღრმეში ჩასვლა ხდება იქ და ბოლოში რა არის ყველა საინტერესო ხდება დაფისაბკი. იმდენად ნაზი და მგზნობიარე ორგანო, რომელიც ბგერის ზებგერითი გაღიზიანების დროს შეიძლება დაზიანდეს, არათუ ბამბის და მით უმეტეს ამ ჭხირის შეხებით. ყოფილა შემთხვევა ყურსი წმენდა, ვთქვათ, ოჯახში უფროსი ადამიანი და ბავშვს ეთამაშებოდიო და რატომღაც ჩარჩა ყურში თუ ყურადღება გადაიტანა, ბავშვის ხელის მოქნევით ეს ყურის ჭხირი აღმოჩნდა შუა ყურში დაფისაბკის დაზიანების ხარჯზე და საოპერაციო გახდა მისი აღდგენა შემდგომ. თუმცა აღდგენა შესაძლოა, მაგრამ რატომ რის გამო არაფრის მომცემია. ყურის ჰიგიენა არის მხოლოდ გარეთ ნიჟარასთან, შესასვლელთან გასუფთავება. დანარჩენი შიგნით და რატომ თვითონ ბუნება მისე მოაწყო, ყური თვით გაწმენდას თვითონ ახდენს. ასე რომ ყურის ჭხირი კაცრად არა ყურში. იწვევს საკმაოდ მწვავე დაზიანებას. ცხვირშიც არ არის რეკომენდირებული, ხშირად ხდება კიდეზე ზედაპირული სიძარღვები გვაქვს, კისელბახის ზონა ქვია, რომელიც შეხებისა შესაძლოა სისხლდენის მიზეზი გახდეს, ამიტომ დაზიანების ცხვირში ჭხირები, ანუ არა, ესეც არა. გარეგანი ჰიგიენა მხოლოდ. ხო, ყურის ჭხირების შესახებ ვიცოდი, თუმცა რაღაცა ცხვირში ჭხირების შესახებ წარმოდგენა. წყლის პროცედურები აბსოლუტურად საკმარისია ჰიგიენისთვის. სამედიცინო ჰიგიენისთვის და ახლა საყოფაცხოვრებო დონეზე მხოლოდ გარედან ჰიგიენა. ყურსასმენებსაც მინდა რომ გაგისაუბროთ. მე ძალიან მიყვარს მუსიკა. ჩემი დღე იწყება ვარჯიშით, არ ვიცი, დილის 6 საათზე და მუსიკით. აღოდ ყურსასმენებს დღესდღეობით მე აღარ ვიკეთებ. თუმცა როცა ვიყავი 22 წელი და უნივერსიტეტში დავდიოდი თუ მუშაობდი, მოკლედ გადავდიოდი ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე ფეხით და ყოველთვის უსმენდი მუსიკას და უსმენდი მაღალ ხმაზე. დღეს ცოტა დავჭკვიანდი და მივხვდი, რომ საკმაოდ აგრესიული დაზიანება შეიძლება ამან მოახდინოს ჩვენს სმენაზე და
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ახალგაზრდა იმყოფება სმენის დაზიანების რისკის ქვეშ, არა უსაფრთხო მოსმენის გამო. და ისევ ამავე ორგანიზაციის რეპორტის მიხედვით 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს უკვე სმენის სხვადასხვა ხარისხის დაქვეითება, ხოლო 2050 წლისთვის ეს რიცხვი შესაძლოა 2.5 მილიარდამდე გაიზარდოს. ჩემთვის ეს არის ძალიან საგანგაშო ციფრები და კითხვა მაქვს ესეთი. შეიძლება თუ არა დღევანდელი თაობა იყოს პირველი, რომელსაც უკვე ახალგაზრდობაშივე ექნება სმენის მასობრივი პრობლემები. ძალიან მადლობა მსოფლიო ორგანიზაციამ, მადლობა თქვენ რომ ეს შეკითხვა ასე აქტუალურად გააშალეთ. თვითონ ეს ფაქტი სმენის სასმენი აპარატის მოხმარების, ანუ ეს ყურსასმენი იქნება როგორც შიდა მოხმარების სასმელ ხვრელში, ასევე გარეგანი, თავისი ინსტრუქციაც აქვს მის მოხმარების. უნდა იყოს იმ ტონალობაზე, იმ ჟღერადობაზე სმენადი, რომელიც უნდა გესმოდეს ხოლო თქვენ და თქვენ რომ ისმეთ იმ მუსიკას, მე არ უნდა ვისმენდე. აი ასე დროს ის მგზნობიარე სტრუქტურა ლოკოკინა, რასაც ქვია შეგნით აყურში სმენის აღქმელი რეცეპტორები იმდენად ნაზი და მგზნობიარეა, რომ არათუ ყურსასმენებით, არამედ ასაფეთქებელი საშუალებებით და ეს ახალწლო იქნება თუ სანადირო თუ საბრძოლო, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის ამ დაცულობით უნდა იქნეს გამოყენებული. და რატომ ეს ისეთი გაღიზიანება ლოგოკინასი, რომელიც თუ ზიანდება, ხშირად დიდ პროცენტში შეუქცევადი ხდება. ამიტომაც არის ეს საგანგაშო სტატისტიკა და ასე დროს ჩემი თხოვნა რეკომენდაცია მეც ვიყენებ მათ შორის კი ბატონო როცა არ მინდა მოვისმინო და თქვათ არ მსურს მოისმინოს ან არ არის სოციუმი ისე რომ ჩემი საუბარი სხვა სესმოდეს ეს საზოგადოებრივი თავშეხლის ადგილებში რაღაც მაგრამ ამას წინვე ჩვენი პროტესტი ამას ვერ აკრძალავს ჩვენი რეკომენდაციები შეამცირებს ამ სტატისტიკას რომ მოვისმინოთ იმ ტონალობით რომელიც არის დაშვებული თუნდაც აი მსოფლიო მოყვება ეს ინსტრუქციულად და ასე უნდა გამოვიყენოს ყველა ჩვენთაგან. ანუ ხმის დეციბელები და აქვს რაიმე მნიშვნელობა იქნება ეს გარე აი რაღაცა დიდი ყურსასმენები თუ პატარა შიდა მე თვითონ პრაქტიკული გამოყენებით გერის გაშლადობის თუ აი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით დიდი ანუ ყურს ნიჟარაზე გადასაცმელი თუმცა კლინიკურად ამას დიდი მნიშვნელობა მაგრამ აი უშუალოდ ყურში ჩადებული სასმენელში ჩადებული იმათ მეტი გაფრთხილებით მოხმარება სჭირდება და რა არის უკვე შეუქცევადი დაზიანების ზღვარი სიყრუე სმენის ისეთი დაქვეითება რომელიც სიყრუემდე მიდის და შემდგომ ეს ყურსასმენებით ფუნქცია ხდება ან დინამიკთან არსებობა თუ ხარ იყო შემთხვევა აი ზუსტად იყო შემთხვევა მე მქონდა პრაქტიკაში რესტორანში მამაკაცმა მოილხინა 50 წლის მამაკაცმა მოუწია დინამიკთან ახლოს ჯდომა და დილით გაიღვიძა ყრუმი ეს არ ნიშნავს ახლა რესტორანში მუსიკა აგრძალოთ მაგრამ უნდა იყოს ეს იმ დეციბელების ფონზე რომელიც ახმადი იქნება ეს იგივე საკონცერტო წვეულებებსაც შეეხება იგივე ამის კლუბში მაღალი ჟღერადობის მუსიკის მოსმენა და ხო უყურებ თვითონ მუსიკოსები ვინც ამ მუსიკას მოგწემენ როგორ იცავენ თავიანთ თავს იყო შემთხვევა ერთ-ერთი აი ჩემო მეგობარმა ოთარი მახსენა ACDC-ის ACDC-ის სოლის აუგზალეს კიდევაც ისეთ ამის გარეშე დამცავის გარეშე სცენაზე გამოსვლა და რატო ქონდა რეაქცია მის სმენის ორგანოს რომ სიღრუემდე მივიდა ლამის და ამიტომ რა თქმა უნდა მომღერლისთვის სრული კატასტროფა ამიტომ ახლა დღეს უკვე ისე განვითარდა ტექნოლოგიური მიდგომა და კომუნიკაცია მხრივ რომ ხერხდება დაცვაც და გაფრთხილება ამ ორგანოსი მაგრამ მაინც წოდნის და იმ ინსტრუქციების და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენც ვაძლევთ, თვითონ წარმოებელიც აძლევს და ამ ფორმით ამის გამოყენება. მონადირეები, მამა მყავდა მონადირე, სად იყო მაშინ? კი, მეც ვიკეთე. დამცავი. ჩემი ბატონი შოთა თვითონაც სახელოვანი მონადირე, მაგრამ ახლა ბოლოს უკვე დამცავის გარეშე აი ამ კი, ტირში. შუდობის გარეშე. ყველგან იკეთებ, კი. არა კაცრა წინააღმდეგნა
ჩვენ. მარტივად რომ თქვათ, მეგობრებო, ოდნავ დაუწიეთ ხმას მუსიკას თუ რასაც უსმენთ. მოისმინეთ ისე რომ გესმოდეთ თქვენ და არ მესმოდეს გვერდში მდგომს მე მაგალითად. თქვენ რომ უსმენ და მე მესმის, ესე იგი იქ რა ჟღერადობა რა დარტყმა მიდის ლოგიკინას ასეთ გზნობიარე და სათუთ ორგანოზე. კიდევ რამდენიმე კითხვა ხმასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა. რამდენად უსაფრთხოა აი რაღაც ყურსასმენები არსებობს მაგალითად თვითფრინავში როცა ხარ და გინდა რომ დაიძინო რაღაც ყურსასმენებს იკეთებ, მე არ გამიკეთები არასდროს, რამდენად უსაფრთხოა დილის დროს ეს ყურსასმენები. თუ რა არ ვიცი, საცობი არ ვიცი რა ეწოდება ამას. არა ეს ალბათ დაზიანებას არ იწვევს. არანაირს. თუ დავწექი და მთელი ღამე მძინავს ერთ ხარეს. არა, ის ისეთი რბილია. წარმოების არის რბილი სილიკონია, რომელიც არ აღიზიანებს. არ უნდა იყოს კრივი მექანიკური ისეთი, რომელიც ამ ნაზ კანს, გარეთასასმენელში ამოფენილ გზნობიარე ნაზ ქსოვილს, ასე მექანიკურად გააღიზიანებს. ანუ არ ყოფილა რაღაც ისეთი შემთხვევები. ეს რეგულირებულია წარმოებლების მიერ და ამაში დიდი ის არის. პირიქით ის ვერადობა ის. კი ბატონო ეს აი ტინიტუსები ალბათ. აი, შემდეგი კითხვა არის სწორედ რომ კი ტინიტუსი. რატომ ჩდება ყურში მუდმივი ხმა? ეს ისეთი თავისტკივილია ჩვენ დარგში და ზოგადად მედიცინის რომ ამაზე ისეთი მეცნიერები და ისეთი დონის სპეციალისტები მუშაობენ დღესაც აქტუალურად და ალბათ სულ გაგრძელდება მიგნებული მისი მხოლოდ პრევენცია გულნალობა თითქმის ვერ ვიტყვი რომ მიგნებულია მაგრამ თუმცა გულნალობებსაც გარკვეული ეფექტები აქვს მაგრამ მაინც ფიქრობ ღბლის დონეზე ან გაუმართლებს პაციენტს ამ რატომ 21 საუკუნეში დღეს არ ვიცი კოსმოსში მივფრინავთ აგერ გვაქვს რაღაცა მიზნები თუმცა ტინიტუსი კვლავ არის მწვავე პრობლემა ჩემს რობელში ქირურგია განვითარდა ამ ცივილურობამ ქირურგიას მისცა დიდი ნახტომი არა თუ ბიძგი ნახტომი რასაც ქვია და აი ამ არაქირურგიულ პათოლოგიებს და არაქირურგიულ ნოზოლოგიებს ჯერ კიდევ მოხრუჭით მიყვება მედიცინა. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ძალიან ბევრი და ალბათ გვაჩვენებს დროც გვაჩვენებს და მაგრამ პრევენციულად აი იგივე ყურსასმენები ტინიტუსის ერთ-ერთი მიზეზთაგანი ყურსასმენები არის მაგალითად ის მიზეზები რაც ახლა ახლა ვახსენე და როცა შეუქცევადია ვერ გვარდება და ვერ იგდება მოუგონეს მუსიკა მელოდია შექმნის რომელსაც ძილის წინ რთავს პაციენტი რომ არ გაიგონოს ეს მუდმივი ნერვების მომშლელი ხმა ასე ვთქვათ ზოგი ადარებს მატარებლის ხმა ზოგი ადარებს ჩიიტებს ზოგი რავი ისეთი ფანტაზია გვაქვს ადამიანებს ზოგი ადარებს იმას შეადარა თვითმფრინავის ძრავის ხმას ხო ოღონდ არაშიგროზე არამე გარეთ ისე კი ცხოვრების ხარისხი როგორი გაფუჭებული აქვს და დაქვეითებული და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ზილიანობა არა აქვთ და ასე დროს მოქმედს და გადაფარვა იმ მუსიკით რომელსაც ლაუნჯის მუსიკას და ტონური მუსიკით პაციენტი იმ მუსიკის ფონზე ახერხებს და ჩაძინებას და მე წავკითხე რომ მიზეზი შეიძლება იყოს ყბის სახსარი ყბის სახსარი რა მოსაზრებით ხა ყბის სახსარს აქვს სიახლოვე და სამეზობლოა ჩვენი ანუ გარეთასასმენი მილის წინა კედელი რომ მოვიაზო პირობითად ხო მილს აქვს ზედა ქვედა წინა და უკანა კედლები წინა კედელი უშუალო საზღვარი არის ქვედაყბის სახსრის უკანა კედელი და სასმენი მილის წინა კედელი არის ერთი პატარა ძვლის პირფიტა ასე ვთქვათ და საყბის პათოლოგიები ყბაზე მიყენებული ტრავმები სასახსრე დაზიანებები ხშირად თავს იჩენს გარეთასასმენ მილში და ყურის სპეციალისტის ჩართულობას ითხოვს ამდენად მაგრამ მაპროვოცირებელი თვითონ სახსართან მიმართებაში ხა ეს სტომატოლოგების და ყმასახის სპეციალისტების პრეროგატივაში გადადის მაგრამ ის რომ აი რა ხმაურთან რა კავშირი შეიძლება იყოს ასე დროს აქტუალური არის სისხლის სიძარღვებთან კომუნიკაცია არის იქ მალებში განსაკუთრებით კისრის მალებში გადის ის ძარღვი რომელზეც ზეწოლაც იწვევს ნაკადის სიმცირეს თავის ზონაში და შესაბამისად შიმშილს ამ გზნობიარე ლოგოკინას ორგანოში რომელიც
ამ შიმშილის ფონზე იშემია ეგრეთ წოდებული ყალიბდება შეუქცევადი პროცესი, როგორც არის ჩაქცევა ერთი უკიდურესობა, ისე არის ნაკლები მიწოდება სისხლის მეორე, ანუ იშემიური შიმშილის მიერ ქსოვილოვანი. ამიტომ ეს ორი უკიდურესობა აყალიბებს იმ ნევრიტის იმ ფორმას, რასაც კოხლეარული ნევრიტი ქვია და მის დიაგნოსტიკა როგორ ხდება? აუდიოლოგიური კვლევით, პირველი აუდიოლოგიური კვლევით, აუდიოლოგიური ტიმპანოლოგიური კვლევით და შემდგომ კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული კვლევებით. ხრინვას ძილის აპნოეს მინდა რომ შევეხოთ და ძილის მედიცინის ამერიკული აკადემია აღნიშნავს, რომ არანამკურნალევი ძილის აპნოე ზრდის არტერიულ ჰიპერტენზიას, ინსულტს, გულის დავადებების რისკს და თავისთავად ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს დღის ძილიანობის გამო. გრიშა ექიმო, რა არის ძილის აპნოე და რატომ არის ის საშიში გულისთვის და ტვინისთვის? ეს ჩემი ერთ-ერთი მიმართულება, ჩემი დაინტერესების ერთ-ერთი მიმართულება, თავიდანვე რაც ამ დარგში შევედი. ძილის აპნოე არის ძილში სუნთქვის შეჩერება, მარტივი გაგებადი. როგორ? ძინავს ადამიანს და სუნთქვას აჩერება. ასეთ დროს ეს ამას ვინც ესწრება საოცრება არის საშინელებას მომსწრე არის ადამიანი ვინც ამ ფაქტს ესწრება და მაგრამ პაციენტი ამას ნაკლებად გრძნობს თუ არ არის ისეთი გახანგრძლივებული რომელიც ახლა მე თვითონ დაგვიფაროს და რაღაც ისეთ შიმშილამდე მიდის ჟანგბადის მიერი რომელიც ზოგჯერ დასახმარებელიც კი ექიმების მხრივ მაგრამ ეს აპნოეს ეპიზოდები რომელიც ძილში აქვს ადამიანს არ ღვევს ძილის იმ ფაზიანობას რასაც ადამიანის ტვინი ძილში უნდა გადიოდეს თავისი ფაზების მიხედვით და ეს ფაზები როცა ირღვევა შესაბამისად ზერელე არასრულფოსოვნი ძილი ყალიბდება შესაბამისად ტვინის დაღლილი ვერ ისვენებს ვერ ახერხებს დასვენებას და დაღლილი ეღვიძებს ადამიანს და ასეთი პაციენტების ასეთი ძილგამოვლილი ადამიანების დღის ნაყოფიერება მკვეთრად დაქვეითებული მკვეთრად დაბალია საჭესთან ეძირებათ შუქნიშანზე შეიძლება რამდენი 20 წამიან შუქნიშანზე შეიძლება ჩაგეძინოს და უკნიდან ვინმე შეგაღვიძოს და ეს ყველაზე კარგი ვარიანტი მაგრამ როცა მოძრაობაში ხდება წამიერი გონების დაბინდვა ის არის ზუსტად სტატისტიკა რომელიც სავალალო შედეგებამდე მიდის და ამდენად აქტუალურია ამ ხრივ სამედიცინო მენეჯმენტი გავეციოს პაციენტს აპნოესთან მიმართებაში და ასე დროს პირველი შეფასება ხდება პოლისომნოგრაფია ნევროლოგების მიერ ეს კვლევა ძალიან აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში უკვე ნევროლოგები ატარებენ და ამ დასკვნის საფუძველზე ხდება უკვე ობსტრუქციული თუ არის ანუ თუ არის მოხრჩობითი ამაში გადის ცხვირის მხრივი პრობლემები დაავადებები ამაში გადის ყელის მხრივი ხახაში რბილისასის და ასე დროს ქირურგიული ჩარევები შედეგიანობას დებს თუ ეს უშედეგოა მაშინ სიპაპ თერაპია ქვია ანუ დაწნეხილი სპეციალური აპარატით დაწნეხილი ჰაერით იძულებითი სუნთქვა დავარქვათ ასე და ამ ფორმით ძილგამოვლილი პაციენტი შედარებით სრულფასოვნად შეიძლება ჩაითვალოს დღის განმავლობაში, მაგრამ თუ ამას უყურადღებოდ მიატოვებს, ამის ბოლო აპნოეს ბოლო არის ინფარქტი და ინსულტი. თუ 15 წელია გაწუხებს აპნოე, დიდი ალბათობა. ჩემი დაჟინებული და თავდახრილი თხოვნა რომ აპნოეს არ წაუყურადონ. მამისათვის საჭიროა მეორე ადამიანი, რომელიც გვერდზე წევს, ძინავს და ამას ამჩნევს. ეს ერთი ამჩნევს, მაგრამ თვითონ პაციენტიც ახლა რო უყურებს, რომ დღემისთვის არაფერს წარმოადგენს, ფეხზე მძინარე ცხოვრების წესი, ახლა ჩვენს ასეთ გიჟურ რიტმში რაც ახლა დღეს არის არაფრით რეკომენდირებული არ არის. და წონა ზედმეტი, რამდენად ზოგადად მოქმედებს? ახლა მიზეზებია, ზედმეტი წონა, ანატომიური თავისებურებები, პოზები ძილის. აი როგორი პოზა? ზურგზე მწოლი არის მეტი რისკიანობა აქვს, გვერდზე ნაკლები. და რატომ ამას ახსნავს მარტივი ტექნიკური რბილისას, რომელიც ვერტიკალურ მწოლისას, ზურგზე წოლისას უკან იხევს და შესაბამისად კეტავს სასუნთ გზას. გვერდზე წოლისას ნაკლებად ახერხებს ამას და შესაბამისად ახერხებს წვირი მაინც უნდას გატარებას. ხრინვაზეც მინდა გკითხოთ, აი, როდის არის ხრინვა უბრალოდ ხმა? შემაწუხებელი ზოგიერთებისთვის. ხრინვა და აპნოე და როდის არის დაავადებების მამიდაშულები არიან. დიახ, ამიტომ დავსვი ეს კითხვა და როდის არის დაავადების ნიშანი? პრაქტიკულად აპნოე ხრინვის გარეშე მე და ხრინვა აპნოეს გარეშე? მაგრამ ხრინვა აპნოეს გარეშე არის. და it's okay.
არა, ოკეიც არა, ნევროლოგებთან ჩაკითხვით ხრინვის დეციბელები არის აღწერილი, რომ აზიანებს ტვინის ნეირონებს და ასე დროს კი, გარდა იმისა, რომ შემაწუხებელია სოციუმისთვის, პარტნიორისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის, ამის გარდა ტვინსაც აზიანებს და ეს დადებულია და მეცნიერულად დასკვნებით და შესაბამისად ხრინვამაც დღეს უკვე ეს წარსულში სახალისო თემა დღეს უკვე აქტუალური გახადა სამედიცინო თვალსაზრისით, მაგრამ თუ ხრინვას აპნოე ახლავს აუცილებლად. კაცრი განგაში. ნელა დასასრულისკენ მივდივართ, თუმცა მინდა რომ ბავშვების თემას შევეხოთ და ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, ციფრებით მინდა რომ ვისაუბრო. პედიატრიის ამერიკული აკადემიის მიხედვით ბავშვების დაახლოებით 1-დან 5%-ს აქვს ობსტრუქციული ძილის აპნოე, რომლის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არის ადენოიდები. და კითხვა მაქვს ესეთი, რატომ სძინავთ ბავშვებს ღია პირით და შეიძლება თუ არა ამან გავლენა მოახდინოს მათ შორის სახის განვითარებაზე და ზოგადად რა არის ადენოიდები? აი მარტივინით რომ ვთქვათ. და ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენე, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავშალოთ. ადენოიდი არის ხახის ლიმფოიდური რგოლის ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელიც ამით იბადება ადამიანი, უბრალოდ ადენოიდების ზომაზეა დამოკიდებული. ჰიპერტროფიის ზომაზე არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხის სიდიდე ზომის. და ეს ადენოიდები სტრუქტურულად არის განთავსებული ცხვირხახაში ქუანებს უკან. ანუ ეს რას ნიშნავს, როგორი ცხვირი ხო სტრუქტურულად გამავალი ორგანოა ჰაერის, წინ გვაქვს ნესტოები, ასეთივე შინაარსის ხრელები გაგვაჩნია ცხვირის დაბოლოებაში უკან, რომელსაც თუ ნესტო ქვია წინ, იმას ქუანას ვეძახი ქვია და იქ მომდგარი ადენოიდური ვეგეტაციების სიდიდე ახშობს იმ ჰაერის ნაკადის გამავლობას და შესაბამისად ბავშვი უწევს პირით სუნთქვა და ასეთი ქრონიკული პირღია ფუნქციონირება სუნთქვის მხრივ აყალიბებს ეგრეთ წოდებულ ადენოიდურ სახეს. ასე დროს აუცილებელია სანამ ეს ფორმირება ასეთი მოხდება, რომელიც შემდგომ შეუქცევადია, იმ უკვე ყბასახის სისტემა, ზედაქვედაღბის სისტემები ისეთ ფორმირებას განიცდის, რომელიც შეუქცევადი ხდება და ასე დროს აქტუალურია და გარდა იმისა, რომ ფორმას ანიჭებს გარკვეულ სახეს, მოქმედებს გულზე, მოქმედებს გონებაზე, მოქმედებს ფიზიკურ განვითარებაზე, ზრდაზე, მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე, არის ჩამორჩენილობა, არის სკოლაში ცოდნის მიერი რომელი პროფილის ექიმთან უნდა მივიდეს, მშობელი? ყელყურცხვირი და პირველივე რენტგენოლოგიური კვლევით გვერდით პროექციაში დადგენილი ჰიპერტროფიის ხარისხი დღეს ისე აქტუალურია და ოდესღაც წარსულშიც ასე იყო, მისი მოცილება დიდ შედეგებს იძლევა. გრიშა ექიმო, მშობლები ხშირად ხვდებით სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა ექიმისგან განსხვავებულ რეკომენდაციას ვისმენთ. მაგალითად, ერთმა ექიმმა შეიძლება თქვას, რომ ბავშვს ყურში დრენაჟი ჭირდება, მაგრამ პოლიპი ან ადენოიდები ხელს უშლის და ჯერ მოდი დავაკვირდეთ. მეორემ შეიძლება გვირჩიოს, რომ ადენოიდები უკვე მოსაშორებელია. ასეთ დროს რაზე დაყრდნობით და როგორ უნდა მოვიმოქმედოთ მშობლები? რა არის თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით სწორი მიდგომა? კი, ძალიან კარგი. არის ყველაფერში, მათ შორის მედიცინაშიც არის მიზეზ შედეგობრივი დამოკიდებულება, ხო? ადენოიდი თუ სმენის მხრივი დაქვეითება გამოვლინდა და შესაბამისი აუდიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შუაყურში არის სითხე, პირველი ბავშვთა ასაკში გულისხმობ პირველი ჩასაფრება მიზეზის ეს არის ადენოიდი ხომ არ არის ცხვირში, ანუ ხომ არ არის გარდა იმისა, რომ ის ქუანებს ახშობს ასევე ცხვირსა და ყურს შორის დამაკავშირებელ მილს, ევსტახის მილი ქვია, შიგნითა მილს, რომელიც არის აერაცია დრენაჟის წყარო შუაყურის ფუნქციონირებისთვის და შესაბამისად წნევის გათანაბრებისთვის დაფისაფრის ორივე მხარეს, რომ სმენა ნორმალური იყოს და თუ ეს შეფერხება ხდება შუაყურში, ეს უკვე შედეგად ითვლება. ასე დროს მიზეზად უნდა ჩაითვალოს ადენოიდის ჰიპერტროფია და მისი მოცილება უკვე არის გასაღები იმის, რომ შუაყურმა შვება მიიღოს და აღადგინოს ის ფუნქცია, რაც მას ადენოიდების გასაღებია. აუდიოლოგის დასკვნა საჭიროა. აუდიოლოგის დასკვნა რა თქმა უნდა და თუ ეს უახლოეს 2-3 კვირაში ერთი თვის განმავლობაში თავს ვერ აღიდგენს და რაღაც აი შემდგომ ხდება უკვე ჩარევა გარეთა სასმენი მილიდან დაფისაფრის გავლით.
ევაკუირება იმ დროში გასქელებული შიქთავ ექსუდატის, რომელიც თავისით ვერ დრენდება და ან შუნტირების ხარჯზე, ან თუნდაც პარაცენტეზის და ამ საკაჩით ევაკუირების ხარჯზე შემშვიდე უნდა მიანიჭოთ ყურს. მაგრამ ყურისკენ გააკეთო ვექტორი და ადენოიდები ყურადღებოთ დაგრჩეს ეს თუმცა პედიატრები ამ ასაკში უფრო იმას იძახენ, რომ მოდი ერთი წელი დავიცადოთ, ცოტა განვითარდეს, ცოტა ჩამოვდეს. ყურში სითხეა და ის სითხე არ ევაკუირდება აუცილებელია ჩარევა, თუმცა ასაკსაც აქვს ეხლა თვეებზე არა საუბარი. არა 4-5 არა აუცილებლად კაცრად ფიქრი ადენოიდების არსებობს. თუ არ არის ადენოიდები, მაშინ უკვე თავსატკივარი ხდება და თავის ტკივილში გადადის უკვე ეს ფიქრი. დაგვრჩა დაახლოებით 5 წუთი მე როგორც ხვდები და რა სანამ ბლიც კითხვებს დავსვავ, სწრაფ კითხვებს, ვიცი რომ ძალიან დიდი მოყვარული ხართ Porsche-ს ჩემი სისუსტე. ავტომობილების რატომ? ზოგადად ავტომობილი და ამ ჯერზე. რატომ Porsche? Porsche-მ დადო ის ინჟინერია, ავტომობილო ინჟინერია, რომელიც ჩემი მოგზალებული და სამოყვარულო დონეზე დასკვნით შეცდომის დაშვების საშუალებას არ გაძლევს. Ferrari-s მწარმოებელი გეტყოდათ რომ მომავალი არა Porsche-ს შემდგომ შეიძლება Ferrari-ზე გადაინაცვლოთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებამ Ferrari ჯერ ვერ მივიდა, მაგრამ Porsche-s დონეზე დაიდო ის ჩემი დასკვნები, რომ მანქანა, რომელიც შეცდომის დაშვების საშუალებას არ აქვს. არის მსგავსება რბოლასა და ქირურგიას შორის? არის. როგორი? არის და მადლობა ამ შეკითხვისთვის. როგორც ქირურგიაში გაქვს დასახული მიზანი, რომ იმ კონკრეტულ შედეგებამდე მიხვიდე ქირურგიული რბოლსვლით, ამას რბოლას დავარქმევთ თუ მანევრირებას, ანალოგიურია რბოლაშიც. რბოლაში ჩემთვის ჩემ ხასიათთან და გულთან ახლოს მაინც მანევრია და არა სისწრაფე ისე რომელიც დრაგს რო ან ტექნიკა. მანევრი არის ყველაფერი ისევე როგორც ახლა მე რა ქირურგიასაც დღეს ვეწევი იქ ეს მანევრი ფასობს. მანევრირება ფასობს. აი, რა სხვაობა მანევრირებასა და ტექნიკას შორის? ხო, ტექნიკა განსაზღვრავს კარგ მანევრს. რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ტექნიკას მანევრირებას გონება და ხელი განსაზღვრავს. და მხოლოდ სატერფულზე ფეხის მიჯერით და მხოლოდ ქსელში ენდოსკოპის დანადგარის შეერთებით შედეგი არ საქმე არ გეთდება. იმ რობოტულ ქირურგიასაც რომელიც დღეს ასე აქტუალურია და შიშით შესყურებს ჩვენი თაობა თუ საზოგადოება თუ ქირურგიული ნაწილი არ არის ასე. ამ რობოტს ქირურგი მართავს. ანუ ხელოვნური ინტელექტი? ხელოვნური ინტელექტზე რა მოგახსენოთ ახლა მე ცოტა ძველი თავიდან მოვყვები ამ საკითხს, მაგრამ როგორც ამბობენ თითქოს აშიში შეიძლება გახდეს, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენ ძალიან დიდი თანადგომა გაგვიწია. მე ძალიან მეხმარება, ძალიან ბევრს სასიკეთო დახმარებას მიწევს. სუპერ. და ბოლო, სწრაფი, ბლიც კითხვები. ყავათ ჩაი? ჩაი. მწვანე, შავი? მწვანე. ო. დილა თუ ღამე? დილა. ზღვა თუ მთა? ორივე თანაბრად, მაგრამ მეტად მთა. მეტად მთა. Porsche თუ Ferrari? ახლა პიჯაკის ჯიბეში რაც მიდევს, ალბათ Porsche. ოკეი. წიგნი თუ ფილმი? რომზანეთ? წიგნი თუ ფილმი? ორივე თანაბრად. ქალაქი თუ ბუნება? არა მაქვს გამოჩეული, ორივე თანაბრად არის ჩემში. როგორც ქალაქის ხვარტკი ასე დავარქვათ, ასევე ბუნების სისუფთავეც. ყველაზე ცუდი ჩვევა ადამიანებში? უნდობლობა. უნდობლობა. და ამას ექიმი რო იტყვის, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმისთვის? თუ პაციენტი არ გენდობა, კლდეს თან გაქვს ურთიერთობა, კლდეს ეჯახები მთას ეჯან, რა ვიცი, მატარებელს არ ვიცი რა წინდა დაარქვით არა. თუ ყველაზე კარგი თვისება?
ადამიანის? ნდობა. ნდობა. ერთი რჩევა ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ყველა უნდა იცოდეს. ერთი. თავის გავფრთხილება იმ ფენომენის, რასაც ცოცხლი ქვია. ექიმი რომ არ ყოფილიყავით, იქნებოდით არქიტექტორი. არქიტექტორი. ნამდვილად. ყველაზე დასამახსოვრებელი პაციენტი. პრაქტიკულად ყველა, რომელთანაც ურთიერთობა იმ გამარჯვებას განიჭებს, რაც ზოგჯერ დაუჯერებლობაშიც კი გადადის. ასე რომ არის ბევრი ასეთი ძალიან და ბედნიერი ვარ ამით. ყველაზე რთული გადაწყვეტილება კარიერაში. არა ძალიან, არა პრაქტიკულად რთული არაფერი, ბედნიერი ვარ ჩემი დღევანდელობით. 20 წლის გრიშას რას ეტყოდით? მომყვეს. დამიჯეროს. რა გაძლევთ ენერგიას? რბოლა. და ჰობი რა არის? ისევ რბოლა. სუპერ. დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. კი, მქონდა მონიშნული კიდე 1-20 კითხვა, მაგრამ დროში ვეღარ ვეტევით. ცხოვრება წინ არის, არაფერი დღეს არ თვალდება, ასე რომ. დიდი მადლობა. მოუხედრამდე. მეც ჯანმრთელობას გისურვებთ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა. მადლობა თქვენ ყველას და კარგად იყავით. მადლობა. ჯანმრთელობა თქვენ.